ბედნიერების და უბედურების შესახებ რო კითხეს ერთ-ერთ აფრიკული ტომის წარმომადგენლებს, რომ რა არის ბედნიერებაო და რა არისო და როდესაც ჩვენ შევიჭრებით მეზობელი ტომშიო დავამარცხებთო მათო, დავხოცავთ მამაკაცებს და ტყვეც ამოვიყვანთ და გავაუბად ფხევლებად ავიყვანთ, ხარჯებად ავიყვანთ მათ ქალებსო. და უბედურება რა არის? აი, როცა ისინი წამოვლენო დაგვამარცხებენო, ჩვენ მამაკაცებს დახოცავენ და ხარჯებად წაიყვანენ ჩვენ ცოლებსო. აი, ამ რო აიღო ძირი, ხო? სამწუხაროდ კვლავ ამ სტადიაში ვართ ჩვენ ადამიანები და რა ვქნათ. და მაინც რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რომ დავიცვათ ეს ისტორიული წარსული, რომ მემკვიდრეობად შეუნახოთ მომავალ თაობას. ფაქტებს სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და შევეცადოთ, რომ სიმართლე გახდეს, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების თანამდებები, მათ შორის ისტორიულ ნაწარმოებებში დავით გურამიშვილი ამბობდა ამაზე მწყინვალედ, ხო, მართალს ვიტყვი, შევიქმნებით ყვილისა მოამბერად, ვინც არ არის კახაბერი, მას ვერ ვიტყვი კახაბერად, ხო, მაგალითად, ხო? დავით გურამიშვილი საერთოდ იმაჩნია, რომ დიდი პოეტი იყო და მაღალზნეობრივი სხვათა შორის. ხო, და ამიტომ მიუყვეთ ესე იგი ისმინეს სწავლის ძებნელო, მიხევ დავითის ცნებას, ხო? ჯერ გვილ თუ ეძებ გემოვნებას, ასე შემდეგ. რაც არ უნდა მწარე იყოს, უნდა ვთქვათ სიმართლე და მითების და განსაკუთრებით იმ მითების, რომლებიც დაუშვათ ჩვენ პატივმოყვარეობას და ჩვენს აი ესეთ თავმოთნეობას კვებავს. აი ამ მითების ტყვეობა კონტრპროდუქტიულია, რომ იწვევს ისტორიულ ავარიებს. და ეს არამატო ჩვენ გვახასიათებს, არამედ ბევრს ახასიათებს, იმიტომ თავის ძალმოსილებისა და ძლევამოსილებისა და შეუმცდარობის միջში მცხოვრები დიდი მასები ხალხების, ხო? და ცრუ ისტორიული ნარატივების, კონტრპროდუქტიული ისტორიული ნარატივების, ხშირ შემთხვევაში სადაზვერვო პროპაგანდის მიერ ჩანერგილი ნარატივების ტყვეობაში მყოფი საზოგადოებები ძალიან ხშირად ხვდებიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ გეოპოლიტიკურ ავარიებში.